ეთერში მუშაობას იწყებს მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური. ეს არის ახალი 12-ზე სოფო ჩარკვეტაძესთან ერთად. გამარჯობათ. საჯარო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯირიძემ შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაასრულა. გუშინის სენატორ ჯონ მარტეინ შეხვდა. მოგვიანებით კი გერმანიის მარშალის ფონდში სიტყვით გამოვიდა. შეხვედრაზე საჯარო საქმეთა მინისტრმა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და ასევე ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებების თემაც განიხილა. ამერიკელ ექსპერტებთან საუბრისას ფანჯირიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია პროცესების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარება. საჯარო საქმეთა მინისტრი გაზეთ ვაშინგტონ პოსტის სარედაქციო საბჭოსაც შეხვდა შეერთებული შტატებიდან. ფანჯირიძე ჯერ მერსიტაში, შემდეგ კი ბრუსელში დაემგზავრება. პირველი შეხვედრა იყო ქალბატონ ჰილარი კლინტონთან მართალი ბრძანდებით, რომლის მოწვევითაც მე ვიმყოფები ვაშინგტონში. ჩვენ ქონდა ძალიან ბევრი შეხვედრა პარლამენტშიც და ყველა შეხვედრაზე ლაპარაკი იყო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ქარტიაზე, რომელიც არეგულირებს ჩვენს ურთიერთობებს. იყო ლაპარაკი ნატოში ინტეგრაციაზე, ავღანეთში საქართველოს წვლილზე და რასაკვირველია იყო საუბარი ყველაფერზე, რაც ორ ქვეყანას შორის ხდება. აღინიშნა დიდი პროგრესი ამ ურთიერთობებში, აღინიშნა ის, რომ ჩვენ ძალიან მალე შევხვდებით ამერიკელ კოლეგებს ბრიუსელში, ხოლო შემდეგ დუბლინში და გავაგრძელებთ თანამშრომლობას ამ მიმართულებით. და აღინიშნა, რომ ძალიან კარგი იყო, რომ ახალი მთავრობის წარმომადგენელი ასე მალე ჩამოვიდა ვაშინგტონში. მართლაც ერთი თვეა ჯერაც ახალი მთავრობა მუშაობას შეუდგა და ეს საკმაოდ მალეა და ამიტომ ძალიან კარგი იყო ორივე მხარისთვის, რომ ეს ვიზიტი შედგა. ბუტარო ბაჩიძის მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ მიჩაძე დააკავა. რატომ ეს როლეს ბუტარო ბაჩიძეს მთავარი პროკურორის განცხადებით ბრალდება, რომელიც გარდაცვლილის მიმართ იყო წაყენებული ყალბია. როგორც ცნობილია, 2004 წელს ჯერგობის ღამეს რობაჩიძეს დიდუბის პანთეონთან პოლიციის თანამშრომელმა ესროლა. მოგვიანებით კი მკვლელობის ოფიციალური ვერსია გავრცელდა. ახალგაზრდები შეიარაღებული იყვნენ. რობაჩიძე ადრილზე გარდაიცვალა, მისი მეგობრები კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიეცნენ ცეცხლსროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარებისთვის. მათ მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში დღემდე განხილვის სტადიაშია. გამოძიებამ უკვე დაადრინა, რომ მათი იარაღი არ ჰქონდათ. ბუტარო ბაჩიძის მკვლელობის შემდეგ კი შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ქალაქის მთავარი სამმართველოს უფროსი ზურაბ მიჩაძე და გამოძიების ამ ეტაპზე დაუდრენელი პოლიციის სხვა თანამშრომლები მივიდნენ. სწორედ მათ მიიტანეს ადგილზე იარაღი. არჩილ კბელაშვილის განცხადებით, მიჩაძეს ბრალი წარედრინა სისხლის სამართლის კოდექსის 333, 335 და 336 მუხლებით. ამავე დანაშაულში მონაწილე სხვა პირების მხილების მიზნით კი გამოძიება გრძელდება. კახა დეწაძეს დღეს აღმკვეთ ღონისძიება შეუფარდებენ. ზესტაფონის რამრებელს და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს სურს სასამართლო ის დირაოს საფუძველზე გაათავისუფლოს. მისი ადვოკატი პროცესზე დღეს შუამდრომლობის დაყენებას აპირებს. დეწაძე ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. კახა დეწაძე 29 ნოემბერს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დეწაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხლით ედება. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და სხვისი ნივთის დაზიანების გამოედავება. 202 პოლიტპატიმარი და 25 პოლიტიკური დევნილი. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს პოლიტპატიმრების საქმეების შემსწავლელმა კომისიამ საბოლოოდ შემუშავებული სია გადასცა. პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა სია დადრენილების პროექტთან ერთად 5 დეკემბერს პარლამენტის მიერ დამტკიცდება. კომისიის მიერ შედგენილ სიაში 185 პოლიტპატიმარი შედიოდა, რასაც გუშინ განხილვის პროცესში კიდევ 17 ადამიანი დაემატა. კომისიამ პირველ ეტაპზე 19 ნოემბრამდე შესული განცხადებები განიხილა. პოლიტპატიმრების საქმეების განხილვის მეორე ეტაპი სიის დამტკიცების შემდეგ დაიწყება. კომისიამ რეკომენდაცია მისცა სულ 21 ადამიანს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირთა სიაში და 4 ადამიანი არის პოლიტიკურ დევნილთა სიაში დასამატებლად, ასე რომ კომიტეტმა ამაზე იმშელა და დადგენილების პროექტში შეიტანათ შესაბამისი ცვლილებები და ამავე დადგენილების პროექტის თანახმად ასევე არის დამატებით იმ საქმებთან დაკავშირებით, რომელიც არის 19 ნოემბრის შემდგომ 30 ნოემბრამდე შემოტანილი, სამუშაო კომისიას განესაზღვრა მანდატით ერთთვიანი ვადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების დათა ახალაია სოსო თოფურიძის, გერონტი ალანიას და ოლეგ მელნიკოვის ძებნაში ინტერპოლი ჩაერთო. მთავარმა პროკურორმა ტელეკომპანია მაესტროს ეთერში განაცხადა, რომ მათგან ზოგიერთი სანდრო დირგვლიანის საქმეშიც ფიგურირებს. ამასთან არჩილ კბელაშვილმა არ გამორიცხა, რომ დირგვლიანის საქმეში სხვა მაღალჩინოსნებიც გამოვლინდნენ, რომლებიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ არიან დაკავშირებული ამ საქმესთან. უნდა იქნეს მომართული უკანონო განაჩენის მსხვერი პროკურორი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის დაღრმავების თაობაზე იმსჯელეს. ქვეყნის პირველმა პირმა და ჟოზე მანუელ ბაროზომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რეგიონში უსაფრთხოებისა და ეკონომიკური გაძლიერების თვალსაზრისით აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ჩართულობა მეტად მნიშვნელოვანია. I thank President Sargsyan. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის პრემიერის დიმიტრი მედვედევის განცხადებას პასუხობს. როგორც მან ეტაბერიძის გადაცემაში განაცხადა, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ მედვედევი დადებითად ეკიდება საქართველოს ახალ ხელმძღვანელობასთან დიალოგს. ასევე რუსეთსა და საქართველოს შორის ჰუმანიტარული, კულტურული, სავაჭრო, ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივას, თუმცა საერთო ინტერესების ძიება ყოველგვარი წინაპირობების განსაკუთრებით ისეთი სახის დათქმის გარეშე უნდა მოხდეს, რომლებიც დასაწყისშივე გამორიცხავს დიალოგის წარმატებას. ამასთან ქართულ და რუსულ მხარეებს კარდინალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ. 2008 წლის აგვისტოს ომისა და მისი შემდგომი მოვლენების შეფასებაში, კერძოდ საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების საკითხებში, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს დიალოგის აღდგენის აუცილებლობაზე. აბაშიძის განცხადებით, ქართული მხარე იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ეს არ არის იოლი გზა და რეალური შედეგების მიღწევას დიდი დრო და დიდი მონდომება დაჭირდება. ალბათ უნდა გავიზიაროთ ის აზრი პრინციპში, რასაც მედვედევი ამბობს, რომ ძალიან რთული იქნება ამ მდგომარეობიდან ახალი, ასე ვთქვათ, რაღაც დიალოგის გზების ძიება. ამასთანავე ის უნდა აღვნიშნოთ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის, რა თქმა უნდა, რჩება კარდინალური სხვაობები 2008 წლის ომისა და შემდგომი მოვლენების, კერძოდ საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების საკითხებში. ეს რეალობაა და სწორედ ამ რთული რეალობის გამოა საჭირო დიალოგის დაწყება. რა თქმა უნდა, დიალოგი უნდა დაიწყოს ყოველგვარი წინასწარი პირობებისა და დათქმების გარეშე და უნდა შევეცადოთ ჩვენ, ასე ვთქვათ, განვეწყოთ უფრო ოპტიმისტურად, გარკვეულწილად, ასე ვთქვათ, შევეცადოთ დავინახოთ თუ რაიმე პოზიტიური გამოჩნდება ამ პროცესში და აი ამ პატარა პოზიტიურ ელემენტებზე ავაწყოთ შემდგომი ნაბიჯები. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანიამ მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების სექტორის კოორდინატორ საქართველოში აჰმედ აივეიდას შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე კახეთის რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტებზე იმსჯელეს და აღნიშნული პროგრამის მომავალში გაგრძელების დეტალები და მიმართულებები განიხილეს, ასევე მათ იმსჯელეს 2013 წელს დაგეგმილ პროექტებზე, რომლის დაფინანსებასაც მსოფლიო ბანკი გააგრძელებს. გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი იყო იმერეთის რეგიონში დაგეგმილ პროექტებზე, რომელსაც მსოფლიო ბანკი სამომავლოდაც დააფინანსებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალ კვირას ერთობლივად ადგილზე მოინახულონ დაგეგმილი პროექტები. ვისაუბრეთ რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე, მათ შორის იყო საუბარი კახეთის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით, იყო საუბარი ასევე ახალ პროექტზე, რომელიც შეეხება სამომავლოდ საქართველოს ორ რეგიონში წყლის გამწმენდი სისტემის რეაბილიტაციის საკითხს და ახალი სისტემის მოწესრიგებასთან დაკავშირებულ საკითხს. ორივე პროექტი კახეთსა და იმერეთში შემუშავდა სამუშაო ადგილების შესაქმნელად. ჩვენ ასევე განვიხილეთ შვედეთის მთავრობისგან მისაღებით დამატებითი გრანტების საკითხი. გრანტის მიზანია ამ რეგიონების წყლით უზრუნველყოფა გაუმჯობესდეს. დაბაჩედის მოსახლეობას ყოველი დაწვიმების შემდეგ ამღვრეული წყლის დალევა უწევს ადგილობრივების წყალი დასალევად უვარგისი ხდება, რადგან მას ფოთლები და მიწა მოყვება.
ქედის მოსახლეობა სასმელი წყლის ხარისხით უკმაყოფილოა. ყოველი წვიმის შემდეგ წყალს ფოთლები, ბალახი და ჭიები მოყვება. რომ გაწვიმდება ის ნამღვრევი წყალი, სილიანი, ფოთლიანი და ბალახიანი მოდის პირდაპირ ოკეანეში. იმ წყალს როგორ დაალევინებ ბავშვებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ წყლის სათავე ნაგებობის გარშემო ანტისანიტარია. აუზების ნაწილი კი თავღია მდგომარეობაშია და მასში ბაყაყები ბინადრობენ. მინდოდა წყალი და მოსაცეცია და შეიძლება მოსაცეცია. იმაზე ჟესტის იგივე არ უნდა ეხუროს იმაზე. იმას შეიძლება კულტურულად გაკეთება ჟესტზე ჩამოდის წყალი და ჟანგის წყალი ჩადეს წყალში და ჩვენ სვამთინას. რაც არ უნდა იყოს, ტყეშია ეს ბასეინები და ფოთოლცვენა და რაღაც არის და თუნდაც ვერ დაიცა ისე როგორც საჭიროა. წყლის სისტემის მუშაობაზე პასუხისმგებელი ქედის წყალკანალია, რომელიც ყოველწლიურად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 110,000 ლარით ფინანსდება. ისე საშუალებას დავუშვათ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს აქვს და რითაც ჩვენ გვეხმარება და გვაფინანსებს, ამ შემთხვევაში მაქსიმუმს ვაკეთებ. იმაზე მეტის გაკეთება წარმოუდგენელია ამ წყალთან მიმართებაში. დირექტორი ამბობს, რომ სათავე ნაგებობების მდგომარეობა საგანგაშო არ არის და ქედის წყალკანალი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. და ბოლო ინფორმაცია ამ დროისთვის რობერტ სტურვა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. სტურვას თეატრის ხელმძღვანელად დანიშნის განკარგულებაზე მინისტრმა 2 დღის წინ მოაწერა ხელი. რეჟისორს თანამდებობაზე ოფიციალურად ETC-ს მიერ გამართულ პრემიერაზე წარადგენენ. ჯერჯერობით უცნობია დარჩება თუ არა თანამდებობაზე თეატრის მმართველი ზაალჩიკობა. გადაწყვეტილებას ამის შესახებ კულტურის მინისტრი უახლოეს დღეებში მიიღებს. ეს იყო ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია ამ დროისთვის. ეთერში ზუსტად 3 საათზე დაგვიმყოფებით.